მე ვარ დავით გოგოხია 11 წლის. სწავლობ 55 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 6 თვეა თამაშობ სულაქველიძის აკადემიაში. მახსოვს პირველი დღე აკადემიაში რომ მივედი, ბავშვებს არ ვიცნობდი, მაგრამ არ ნერვიულობდი. პირდაპირ დავიწყეთ ვარჯიში. მე ვთამაშობ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. სადაც გინდა დადგები რომელ პოზიციაზეც გინდა. და თამაშების დროს მასწავლებელი გვაყენებს ხოლმე. თავიდან მინდოდა შემტევი ყოფილიყავი. მერე დაცვა და ნახევარმცველი, იმიტომ შეტევაშიც გაივარ და დაცვაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა დაცვის დახმარება და სწრაფი შეტევის წამოწყება. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება მგონია ბურთის წართმევა და სისწრაფე. გასაუმჯობესებელი მაქვს სპასების სიზუსტე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. აკადემიაში ჩემი მწვრთნელია გიამასწავლებელი. ის არის ხიარული, ცოტა მკაცრი, მომთხოვნი და კარგად გავარჯიშებს. გუნდში გვაქვს ლურჯ თეთრი ლამაზი ფორმა. ჩემი ნება რო იყოს მე ჩავიცმედ წითელ ფორმას, როდესაც უკან ეწერება 9 ნომერი და გოგოხია. საქართველოს ნაკრებშიც სიამოვნებით ვითამაშებდი 9 ნომერით. ცენტრალური თავდამსხმელი არ ვარ, მაგრამ 20-მდე გოლი მაქვს გატანილი. ძველი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ჩემს ნახევარზე მოდიოდნენ, ბურთი წავართვი, ორი კაცი მოვატყვე, შორიდან დავარტყი და მეკარე გადახტა, მაგრამ ვერ მოიგერია. ისეთი მომენტიც მქონია უეჭველი რომ უნდა გამეტანა, მაგრამ ვერ გავიტანე. მაგალითად ორი კაცი მოვატყვე, მეკარე იყო დარჩენილი და მეკარე მამეო. ჩემი საფეხბურთო კარიერა წარმომიდგენია თამაში დავიწყებ დინამოში თბილისში, მე გავაგზავნე დინამო ბათუმში, წავალ ევროპაში, მილანში წავალ, მე წავალ ბარსელონაში და რეალში. ფეხბურთს ალბათ ვითამაშებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ასად არ ვიმუშავებ და დავტკბები ცხოვრებით. უკვე იმდენი ფული მექნება, რომ მუშაობის საჭიროება აღარ იქნება. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ ბავშვებს, რომ ფული გადაიხადონ იმისთვის ოპერაცია გაიკეთონ. მერე უკვე დავეხმარებოდი უსახლკაროებს. პირადად ჩემთვის ვყიდი კარგ სახლს, მანქანებს და მადრიდის რეალს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები და მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე ცელკია ნიკოლას ფიფი. ყველაზე ჭკვიანია ილია გელაშვილი. ყველაზე იმედის მომცემია ლაზარე ლაშხი. მე ვარ ყველაზე მხიარული და მეგობრული. მეგობრობა არის გვერდში დადგომა და ერთად ყოფნის სურვილი. მე ახლა მყავს 20 მეგობარი და მინდა მყავდეს 100. ადამიანს მაქსიმუმ შეიძლება ყავდეს 150 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებლია ნანა ასანიძე, იმიტომ რომ არ კვირის და კარგად გვიხსნის გაკვეთს. თუ რამე მიზეზის გამო ფეხბურთელი ვერ გამოვედი, მაშინ გამოვალ პრემიერ-მინისტრი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრეზიდენტი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან დავიწყებ დიდ საფეხბურთო კარიერას. სახლში ცხოვრობთ მე, მამა, დედა, ჩემი ძმა, ჩემი და ჩემი ბიძაშვილი. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ანასტასია. ის არის ლამაზი პრანჭია და ზოგჯერ ნერვების მომშლელი. ძმა არის 7 წლის და ქვია გაბრიელი. გაბრიელი არის ცელქი, მხიარული, ნერვების მომშლელი და სიმპათიური. ჩემი აზრით ანასტასია რო გაიზრდება, გამოვა მოდელი და გაბრიელი რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამა არის სიმპათიური, მშრომელი და ვაჟკაცი. დედიკო არის შრომელი, ლამაზი, თბილი, საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გაკეთებს ღომს. კარგი ხინკლის გაკეთება სასწავლის დედიკო. ცოლს რომ მოვიყვან, მიქნები 20 წლის. შვილებს დავარქვევ გიორგის, ალექსანდრეს, ანასტასიას და ლიზის. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიამს. მიყვარს ანიმეების ყურება, ჩემი საყვარელი ანიმე არის Attack on Titan. ჯადოსრული ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ტელეპორტაციის სუპერძავი. სამგზავრო სიამოვნებით წავიდოდი მადრიდში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ცოლთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას, როდის მთავრდება ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 7 წლის ასაკში. სხვათა შორის ჩემ პატარაობა ისე მიყვარს, რომ მინდა ახლაც ვიყო პატარა. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება და ფეხბურთის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.